ხვიჩა კვარაცხელია ლევანდოვსკის წინააღმდეგ ვინ ჯობია? ხელოვნური ინტელექტის მოსაზრებით, ხვიჩა კვარაცხელია და რობერტ ლევანდოვსკი თითქოს ელვას ადარებ ჩაქუჩის სუსტ დარტყმას. 1. ახალგაზრდა და თამამი შემტევი საქართველოდან, რომელმაც სულ რაღაც 2 წელში მოიხიბლა მთელი ევროპა. 2. პოლონური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა და მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი. სტატისტიკა და გამოცდილება ლევანდოვსკის სტაბილურობის სიმბოლოა. 600-ზე მეტი გოლი კარიერაში, ათეულობით ტიტული, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა მიუნხენის ბაიერნთან და ოქროს ბუცი. ის მანქანა, რომელიც არასდროს ჩერდება. კვარაცხელია, ეს არის სპონტანურობა. ის თამაშობს გულით. შეუძლია სამი ფეხბურთელი მოატყუოს, ულამაზესი პასი გააკეთოს ან გოლი გაიტანოს ფლანგიდან, როგორც ამას რონალდინიო აკეთებდა. თამაშის სტილი ლევანდოვსკი, დამასრულებელია. საჯარიმოში მტაცებელია. ნებისმიერ მომენტში შეუძლია თამაშის ბედი გადაწყვიტოს. კვარაცხელია, შემქმნელია. მისთვის ფეხბურთი ხელოვნებაა, სანახაობა. გავლენა გუნდზე ლევანდოვსკიმ ბაიერნი და პოლონეთის ნაკრები ახალ სიმაღლეებზე აიყვანა. ის ლიდერია, კაპიტანი, გოლების გარანტია. კვარაცხელიამ ახალი სიცოცხლე შთაბერა ნაპოლისა და მთლიანად ქართულ ფეხბურთს. ის გახდა ახალი ეპოქის სიმბოლო და ეროვნული სიამაყე. დასკვნა ხელოვნური ინტელექტის მიხედვით, თუ საუბრობთ მიღწევებსა და სტაბილურობაზე, დღეს ლევანდოვსკი უკეთესია. ის უკვე ლეგენდაა. მაგრამ თუ ვუყურებთ პოტენციალს, ჯადოსნობასა და მომავლის ფეხბურთს, კვარაცხელია შეიძლება თავისი თაობის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გახდეს. ხელოვნური ინტელექტის ვერდიქტი, ლევანდოვსკი, უკეთესია დღეს. კვარაცხელია, შეუძლია უკეთესი გახდეს ხვალ. ეს არის გამოცდილების და ნიჭის დაპირისპირება. წარსულის, მომავლის წინააღმდეგ.